სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა ჩვენთან არის ღმერთი. მადლობა უფალს ღმერთმა სიხარულში ამყოფოს საბა, ვისთვისაც დღეს ჩვენ წირო აღვავლინეთ, ღმერთმა მიმადლოს შესოდებათა შენდობა ნებსით თუ უნებლიეთ და აი დღეს არის სცენება ღირსთა მამათა ჩვენთა ათონელთა იოანეს, ექვთიმეს მამისა და გაბრიელის. იოანე იყო პირველი, აი ათონელი მამები თქვენ გაგიგიათ თაწმინდელები. იოანე იყო პირველი, ვიზეც აი იწყება თხრობა ათონელ მამებზე და პირველი იყო იოანე. იოანე იყო დიდებული პიროვნება, დიდებულთა შთამომავალი, მაღალი რანგის საჯარო მოხელი, ესე რომ ვთქვათ, მეფის კარს დაახლოებული, რომელსაც ერთადერთი შვილი ყავდა ექვთიმე. და როდესაც იოანე წავიდა ათონის მთაზე და ბერად აღიკვეცა, მერე თორნიკე ერისთავი მასთან ჩავიდა, რომ იცოდეთ, თორნიკე ერისთავი ყველამ ვიცი და თორნიკესაც ბერობაში იოანე დაერქვა მერე. და როდესაც წავიდა, შემდგომ რაღაც ტყვეების გაცვლის საკითხი იყო საბერძნეთის სახელმწიფოსთან და ერთ-ერთი, რომელიც მოხდა ამ სიაში, იყო იოანეს შვილი, ექვთიმე. და საბერძნეთში ნახა თავისი შვილი. აი ესე რაღაც ესეთ მდგომარეობაში და რა თქმა უნდა წაიყვანა თავისთან. მერე მოხდა ეხლა რამიდან მოგიყვეთ შორინა და თემური. მოხდა ესეთი რაღაცა, რომ ექვთიმე დასნეულდა ბავშვობაში, პატარაობაში. თან ენაბრგვილი იყო ექვთიმე. ხო და ახლა ეს ამბავი ახლა რასაც გიყვებით, ხდება მაშინ, როდესაც უკვე თორნიკე ერისთავის აი ეს დიდებული ბრწყინვალე გამარჯვება უკვე მომხდარია. აი ბარდასკლიაროსის დამარცხება, რომ დაეხმარა ბიზანტიის იმპერატორს და ანუ ესე იგი დიდი პიროვნებები არიან უკვე ესენი საბერძნეთში ძალიან ცნობილი და რა თქმა უნდა არანაირად არ დააკლებდნენ არანაირ ექიმი რაც შეეხება და მკურნალობა. მაგრამ ვერაფერს ვერ გახდა იოანე. ექვთიმეს ვერ უშველეს და კვდება ექვთიმე, პატარა შვილი მისი და ესე იგი იოანემ გამოკეტა კარი და გამოვიდა და წამოვიდა და დაიწყო ლოცვა დედაღვთისმშობლისადმი. ეს მაცხოვრებაში არის ესე მოთხრობილი და როდესაც დაამთავრა ეს ლოცვა და მიბრუნდა და უკვე აღარც ელოდებოდა რომ ცოცხალი იქნებოდა, კარი რო გააღო რაღაც კეთილსუნელება იგრძნო და შევიდა და ექვთიმე წამომჯდარი იყო. ეს სასწაული იყო, წამომჯდარი იყო და ეკითხება რომ რა მოხდა ექვთიმეო და აქო დედოფალი იყო. მერე რა გითხრაო? მერე მითხრაო რომ რა იგელმის ექვთიმეო, აი რა გტყივაო, ახლა ძველ ქართულად არის დაწერილი. მოვკვდები დედოფალო, ესე უთხარიო, მე ვკვდებიო დედოფალო და მოვიდაო ჩემთანო და ესე მითხრაო რომ ნუ გეშინიაო. ეს ნეულებო არ არისო სასიკვდინეო, აღდე და ხსნილად უბნობდე ქართულად. ამის მერე ექვთიმე იწყებს, აი კორნელი კეკელიძის მეხუთე ტომი არის, ეტიუდები. შეგიძლიათ უკან სარჩევში ჩამონათვალი წაიკითხოთ, რეები გააკეთა ექვთიმემ. ბერძნული და რა წიგნები თარგმნა და რა ღვაწლი გასწია საქართველოს ეკლესიის ისტორიისთვის და ზოგადად საქართველოს ისტორიისთვის. ამით რისი თქვა მინდა რომ ჩვენ ძალიან დიდი ტრაგედია დაგვემართა და ერთი რამე, აი რისი თქვა მინდა ამით რომ ლოცვას აქვს ძალიან დიდი ძალა. აი თქვენ ლოცვას, როგორც იოანემ ილოცა და გადაარჩინა თავისი შვილი, თქვენთან უკვე რომ მოვიდნენ ლოცვის დროს აღარც გქონდათ, ხო, მოვიდნენ პირდაპირ უთხრეს შორენას, რომ ესეთი ამბავი მოხდა, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ადამიანი უკვდავი არის. აი ჩვენი ძალა რაში მდგომარეობს? ნახე პავლე მოციქული ამბობს, ხოლო ღმერთსა მადლი რომელმან მომცა ჩვენ ძლევა იქ ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენს. ანუ ჩვენი ძლევა, ჩვენი ძალა რაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვიცით რომ ადამიანი უკვდავია. ჩვენ ვიცით რომ საბას ეხლაც შეგვიძლია ისე დავეხმაროთ და გავახაროთ, როგორც აქ ცოცხალი რო იქნებოდა. მე გუშინ ვთქვი რომ სიხარული უფრო სულის
თვისებაა და არა ხორცის. ხორცის სიხარული არის აი ეს ხორციელი სიამოვნებები რაც არის და ჭამასმა მოსვენება სულის არის სიხარული და სული მისი არის ცოცხალი და თქვენ ჩვენი ძლევა აი რასაც პავლე მოციქული ამბობს დღევანდელ წერილში რომ ჩვენი ძლევა ზუსტად იმაში მდგომარეობს რომ ჩვენ ვიცით რომ იგი ცოცხალია მისი სული ცოცხალია და ჩვენ ვიცით რომ ისევე შეგვიძლიათ გავახაროთ მისი სული და უფრო მეტად როგორც აქ იყო უფრო მეტად იმიტომ რომ ეხა უკვე სარწმუნოებით ვარ ჩვენ აქ რო იყო ვცდილობდით ხო აი მაგალითად პატარა რო იყო კამფეც მიუტანდით რაღაცა გავახარებდით ხო მაგრამ ეხლა ჩვენი მოღვაწეობა რატომ არის ორმაგად ძლიერი იცით რომ ჩვენ ეხლა სარწმუნოებით ვიღწვით ჩვენ ეხლა რასაც ვაკეთებთ თუნდაც დღევანდელი წივა სარწმუნოება არის აქ ჩადებული სარწმუნოებით ვიცით ჩვენ რომ დღეს რაც აღვასრულეთ დღეს გავახარეთ ჩვენ და ესე რომ ვთქვათ დიდი სიხარული მივანიჭეთ და ზოგადად სარწმუნოებით ვიცით ჩვენ საერთოდ არარსებობიდან მოყვანა არსებობაში ამ ყველაფრის და ამიტომ სარწმუნოებითი მიდგომა ყოველთვის უპირატესია. ღმერთმა მე ესე შევთხოვ უფალს რომ განგამტკიცოთ სარწმუნოებაში დღეს თქვენ ეზიარეთ ქრისტეს უხსნელ ხორცსა და სისხლს და ყოფილიყოს თქვენთვის საგურნებელად და დღევანდელი წირვა ყოფილიყოს სიხარულად ჩვენი საბასთვის და წინ კიდე ბევრი ესეთი დღეები გვექნება როდესაც მარტო თქვენ კი არა ჩვენ ყველა ერთად შევეცდებით რომ გავახაროთ მისი სული. ინებებს ღმერთი და შეიწირავს ამ ჩვენს რა თქმა უნდა წირვა ყველაზე დიდი არის შეიწირავს მაგრამ ჩვენ სარწმუნოებას შეიძლება მცირედი იყოს მაგრამ შეიწირავს უფალი და განუსვენებს იქ მას სადა იგი არა არ ჭირი უხარება არა ურვა არც სულთქმა არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი